ორი ზოდიაქოს ნიშანი, ორივე კოლექტიური ზოდიაქოს ნიშანია, ორივეს გამოსდის მეგობრობა, კოლექტივთან ყოფნა, ურთიერთობების დალაგება, მაგრამ რიგით პირველი ზოდიაქოს ნიშანი გამომგონებელია, იგონებს რაღაცა ახალს, სასწაულს, საინტერესოს, რომელიც დღეს შეიძლება არ აღიარონ, მაგრამ ხვალ აღიარებენ და ხვალ შეიძლება მიხვდეს ხალხი, რომ ეს რა ყოფილა და როგორ ვერ მიხვდით ჩვენი მომენტში და მას არ ჭირდება აპლოდისმენტები. ემპათია ცოტა შორს არის ამ ზოდიაქოს ნიშნისგან, თუმცა მეგობრობაში პირველი არის, გვერდში დგომა იცის და არ განიცდის მარტო ყოფნას პირად ურთიერთობებში. ეს გახავთ მერწყული, ეთახვებით თუ არა დააკომენტარეთ და მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ჭირდება ეს აპლოდისმენტები, ეს აღიარება, ის რომ ის ვარსკვლავია, ის რომ კოლექტივში მთავარ როლს ასრულებს და ყველაზე კაი ტიპია. ამ ზოდიაქოს ნამდვილად ჭირდება და ჭირდება ასევე პარტნიორი რიგით პირველი ზოდიაქოსგან განსხვავებით და მეორე ზოდიაქოს ნიშანი გახავთ ლომი. ეთახვებით თუ არა დააკომენტარეთ მერწყულებო და ლომებო.